ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკვე მეორედ პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელის უფლებადამცველების სარჩელი დაუშვებულად ცნო. ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომელმაც 14 თებერვალს ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი თქვა. დღეს კი გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო. მედია მენეჯერის უფლებადამცველების საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 21 იანვარსაც არ მიიღო. ისევე როგორც ახლა, მაშინაც ადვოკატები ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმებას ითხოვდნენ. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო მედია მენეჯერი ბათუმში 11 იანვრის ღამეს ორჯერ დააპატიმრა. პირველად სტიკერის გაკვრის გამო, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ემუქრებიან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამაღლობელისთვის წაყენებული ორივე ბრალი კანონიერ საფუძველსაა მოკლებული. დაპატიმრების შემდეგ მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. პოლიტპატიმარმა შიმშილობა 38 დღეს გუშინ კოლეგებისა და მხარდამჭერების თხოვნის საფუძველზე შეწყვიტა. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკა ვივამედში რჩება. ნონა ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნად საჩივარი მზადდება.